გუშინ სპორტ კომპლექს არენა 2-ში საქართველოს თასი 2015 თბილისის რეგიონის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა თბილისის 4-ბურთიანი სხვაობით დასრულდა, დაძაბულობა ბოლომდე არ განალებულა. ანგარიში კი მე-14 წუთზე ნიკო სულთანიშვილმა გახსნა, თუმცა გიორგი ტიკურიშვილმა, რომელიც კვლავ მეკარის როლში მოგვევლინა, 2 წუთში თანაფარდობა აღადგინა 1-1. იქვე გიორგი ნიკვაშვილს წინ გახავს თბილისი 2-1. მეორე ტაიმი ქვახრელის შეტევებით დაიწყო და 27 წუთზე ნიკა ოკროპირიძე ანგარის ათანაბრებს 2-2. მატჩი ორმხრივ იერიშებში გრძელდებოდა და აქვე თავი იმ ფაქტორმა იჩინა, რომელიც ყველას კარგად მოეხსენება. მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები იმყოფებოდნენ. იმ ნაკრებისთვა, რომელმაც თურქეთის ეროვნული გუნდი აღგავა პირისაგან მიწისა. 31 წუთზე ისევ ტიკურიშვილი აწინაურებს თბილისელებს. შემდეგ კი გიორგი ნიკვაშვილის ბენეფისია. მის ანგარიზე ჰეტრიკი გახლა 6-2. რაც შეეხება ქვახრელის შესანიშნავ გუნდს. მათ მიმართ მხოლოდ სახებარი სიტყვები შეიძლება ითქვას და თუ ასე გააგრძელდეს, მომავალ სეზონში მათ თავისუფლად შეეძლებათ ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლა. არმაზისა და თელასის დაპირისპირებას ყველა დიდი ინტერესით ელოდა და მატჩმა ეს ინტერესი გაამართლა კიდეც. მცხეთელები მოედანზე უაღრესად მობილიზებულები გამოვიდნენ. მათ კარს დავით ბაქრაძე იცავდა და სწორედ იგი გახდა არა მარტო შეხვედრის, არამედ ნახევარფინალის საუკეთესო მოთამაშე. ანგარიში მე-5 წუთზე ბექა კავთელაძემ გახსნა, თუმცა რამდენიმე წამში არჩილ ბოკერიამ წონასწორობა აღადგინა 1-1. პირველ ტაიმში გუნდებმა 2-2 ბურთი კიდევ გაიტანეს. არმაზის მხრიდან დუბლი ამირან ლომსაძის ანგარიზია, ხოლო თელასიდან თავი იმავე ბოკერიამ და გიორგი ქურდაძემ გამოიჩინეს 3-3. მეორე ტაიმში შეხვედრა კიდევ უფრო დაიწყება. 31 წუთზე ირაკლის შელეგიას ავტოგოლით არმაზი კვლავ დაწინაურდა. აფთანდილ ასათიანმა რამდენიმე გადაადგილება მოახდინა და ამან შედეგიც მოიტანა. თელასელთა მოთამაშე მწვრთნელმა 38 წუთზე ტაბლოზე 4-4 დააფიქსირა და დროც მალევე ამოიწურა. ფიფასა და უეფას ახალი წესების შესაბამისად დაინიშნა 3-3 6 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა. აქ თავი ისევ დავით ბაქრაძემ გამოიჩინა და 21 დეკემბერს თბილისის რეგიონის ფინალურ მატჩში ერთმანეთს მცხეთის არმაზი და თბილისი შეხვდებიან.